მოგესალმებით კვლავ აეროპორტიდან ჩემო იღბლიანებო. წელიწადის ყველაზე მაგარი დრო დგება 6-ერი იწყება. არც მეტი არც ნაკლები ინგლისი, საფრანგეთი, ლონდონში. ისევ ლონდონში ბრუნდებით, მოკლედ 3 კვირა ლონდონში მივდივარ, მოდივარ. თბილისის ზღვიდან ვაკეში უფრო იშვიათად ვარ ვიდრე ლონდონში, მაგრამ ესეა. ესაა ჩვენი ცხოვრება და ვაგრძელებთ რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან მაგარ თავგადასავლოთ. არც მეტი არც ნაკლები ინგლისი უპირისპირდება საფრანგეთს. რა უნდა ინატრო კაცმა ამაზე მეტი. წავედით ლონდონში შევხვდებით. უკვე პირდაპირ და წინ ძალიან მაგარი და საინტერესო ამბები გელით. ტელეპორტით ჩამოვედი ლონდონში თვიქენებზე, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ადგილას ეს ქანდაკება და სტადიონი, რა თქმა უნდა იცით, რაც არის და როგორც არის, შეიძლება ჩემი ვლოგები ნანახი გაქვთ. იმათ გეცოდინებათ, რომ აქ პირველად ნამდვილად არ ვარ. მოკლედ, იწყება ძალიან მაგარი წლის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დაპირისპირება და ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა სიურპრიზი, იმიტომ რომ ჩვენი კაცი, აგენტი უნდა შევაგზავნოთ სტადიონში შიგნით და უნდა იქიდან ნახოთ რა სიტუაციაა 1-6-ზე. გამოიწერეთ ვინც ახლები ხართ, არხი მანამდე გადავალოთ ჩვენს გარემოს. თუ სად ვართ და რას ვაკეთებთ, წავედით. ინგლისის სარაგბო მაღაზია ოფიციალური, შევიხედოთ წავედით. მაგარი სარბენი ჟაკეტებია რა სავარჯიშო. აბა, ვის რა წამოგიღოთ, გაიხედეთ, გამოიხედეთ. თან სეილია. რა უნდა ინდროს რაგბის მოყვარულმა მეტი. ხვალ თამაშზე გადაივსება ქავრობა და წარმოიდგინეთ ახლა რა ჭკვიანურად არის გაკეთებული, რომ ხელა მაღაზია თამაში დღეს რამდენს ვაჭრობს რა. მოდიხარ ფორმას ყიდულობ, გულს შემატკივრობ. მოკლედ ესეთი იყო ეს დღე, ვემზადებით ხვალ თამაშისთვის. და ჩვენ ვიცით, წავედით. გათენდა შესანიშნავი ღრუბლიანი, თვიმიანი და ქარიანი ინგლისური დღე. ტრადიციულად რა თქმა უნდა, იგრძნობა უკვე მზადება დილიდანვე, ხედავთ, მოდის ხალხი, ბარი შიგნით სავსეა. რა თქმა უნდა, სმა იწყება დილიდან და ვემზადებით ძალიან მაგარი თამაშისთვის რა. ეხლა ჩვენი აგენტი გზაშია, მოვა და შევაგზავნით ტრიბუნებზე კარგ ადგილას. ის მაინტერესებს სხვათა შორის წარმოდგენა არ მაქვს, ხა ძალიან დიდი ხანი არ ყოფილვარ და შიგნიდან როგორია ეს ყველაფერი, ის ჩვენი აგენტი, კაი კაცი გვანახებს. რა ემოციებია და რა ატმოსფეროა შიგნიდან. აბა ვნახოთ. მოვიდა ჩვენი აგენტი, შონი ხო გახსოვთ? კაცმა ისეთი და ამ ადამიანებმა ისეთი ამბავი გაგვიკეთეს, რომ 6-ერის ინგლისის საფრანგეთზე პატიჟებ, ჩემი პირადი სტუმარი იქნება და მეყოლება ინგლისის მორაგბეებთან, იქ ოჯახის წევრებთან და ლოჟაში დავსვავ 6-ერს. წინა ჩვენი ვიდეოდან კაი კაცი ქართული რესტორნიდან რო დაგვპატიჟა, აგერ მოვიდა, ძმაო ინგლისს გულშემატკივრობს, კაცი ინგლისში ცხოვრობს. შონი დღეს არის ჩვენი აგენტი რა. მოკლედ შონი შევა თამაშზე, გვანახებს რაღაცეებს შიგნიდან, რომ დაждდება ლუდი, რაღაცა ატმოსფერო, ტრიბუნა როგორ ჩანს თამაში. მე შიგნიდან განახებთ, ასე რომ ამაზე მაგარ კონტენტს ვერავინ იგარი. ინგლისის საგულშემატკივრო, ჩვენ ნიკასაც გულშემატკივროს ტრიბუნებიდან ევანგელისტის. კაი კაცი, კაი კაცი. რაგბი ძალიან მაგარი სპორტია, დააფასეთ. გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, ძვირფასო გამომწერებო. მე დღეს ვიქნები თქვენი სტუმარი, ვარ ტვიკენჰემის სტადიონზე, ინგლისის საფრანგეთის თამაშზე. ვეცდები გაგაცნოთ შიდა ინტერიერი, გაგრძნობინოთ ის ატმოსფერო თუ რა ხდება თამაშის დაწყების წინ და თამაშის მიმდინარე პროცესში, რას ნიშნავს იყო ამ ორი დიდი გრანდი გუნდის თამაშზე. ინგლისის საფრანგეთის თამაშზე და უგულშემატკივროთ ერთად ინგლისს და ჩვენს მთავარ რეფერს ნიკოლო ზამაშუგელს. ასეთი განწყობა არის თამაშის დაწყების წინ. თამაში დაახლოებით 2 საათი
წუთში გაიწყება. ახლა ჩვენს ტრადიციულად თამაშის დაწყების წინ მივიდვათ ლუდი. შევიქმნათ უკეთესი განწყობა. სასწაული ატმოსფეროა. თამაშის დაწყების წინ წარმომიდგენია რა მოხდება სტადიონზე. ვეცდები ჩავტიო ყველაფერი ამ ვიდეოში. აი ასეთი აქტივობები ეტყობა თამაშის დაწყების წინ. გულშემატკივრები ერთობიან, იქმნიან განწყობას. ძალიან მაგარი ატმოსფეროა. უამრავი ხალხი ყველა ელოდება დიდი თამაშის დაწყებას. ბავშვებს უღებენ ფოტოებს ლელოს დადების პროცესში, თუ როგორი იქნებოდა მათი ფოტო. აყვარებენ პატარა გულშემატკივრებს უფრო და უფრო რაგბს. ახლა კი ეს უმაგრესი მომენტი, როდესაც სტადიონისკენ მოემართებიან რაგბისტები. აქ დააჩერათ რომ გადავიღოთ ეს უმაგრესი მომენტი. საფრანგეთი მოვიდა და მომად გულშემატკივარი დახვდნენ ოვაციო. გარბაჯობა. კაი ამბავი, წინ იწყება 6-ერი, აბა წავედით. ოცნებები ხდება რა. ეს ისეთი რაღაცაა, რომ გზნობის გარეშე და ემოციის გარეშე ვერასდროს ვერ მოხვალა. გსურვ რომ მეოცე დაკეთებდი ამ ყველაფერს, ვერ იწოვ. არ ვიცი რა, ანუ მე თქვენთვის ლელოებს ვერ დავდებ და ბოჭებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ამ საჯობას ჩვენ ქვეყანას უძღვნე ყოველთვის. 6-ერი განსაკუთრებულია. ამაზე მაგარი ჩემპიონატი არ არსებობს რაგბიში რა, და ამ პრესტიჟულია. ჩემი აქ ძალისხმევა ნამდვილად თქვენ გეკუთვნით და ჩვენს ქვეყანას. აბა წავედით. მანამდე შონი ჩაგვერთვება და რა თქმა უნდა რაღაცებს გვანახებს. აბა კაი თამაში. ეს კი პირველი შეგრძნებები და დიდი ალიანს არენა. ჩვენი თავარი რეფერი დავინახე იმზადება დღევანდელი მატჩისთვის. წარმატებები უსურვოთ ყველამ ერთად. Okay. Have a good game, man. Thank you. Enjoy. Cheers. დავიქეცი, აბა შენიც. დროებით აბა. წარმატებები. ნიკოლოზი და ორივე გუნდის კაპიტანი.
immediately. Want to try and take the sting. Leo. Dupont. Jalabert. Ramos. And out there is Balassi and back to Boudin. Jalabert. Diaz-Bellery. Ramos. Beno was outside of held on. Bit of momentum building for the French, but England look to shut that down. On we go. France looking to turn defence into attack. We've seen them do this at Twickenham before, where they go one end to the other, and they're looking to do it again. Ramos, Dupont. Well, England thought they had it, but there was a Frenchman loitering, and Moefana was just trying to be too clever there. But France is done with this passage of play. Beautifully constructed. It looked dead, but they've manufactured something. You can't do it 100% of the time, but that's what I would do. Marcus Smith looking to reply immediately. What a moment. England still in play. Here's Henry's play. Freeman calling for it over on this near side. Slade runs towards him. Freeman bounces off one, off two, looking for support. Mitchell is there, round the corner. And would you believe it? It's a golden opportunity. Execute. Can they now? Genge, Curry. Smith picks it up, it's bobbling, but it's found its way all the way to... Will it stand? Well, the referee in touches are going straight to have a chat. Again, I'm just looking at Ollie Watkins. Also, decision is a try. We just need to check there is a knock. I've checked that it's backwards. Okay, it's backwards. Try Yes. hand, okay. Yeah. It stands. Nearly all with it. England runs, Ollie Lawrence, so strong. Wraps The referee, the time is up, and that will be that for a first half that's been intense. დასრულდა პირველი ტაიმი ალიანს არენაზე. ძალიან მაგარი თამაშია. 7-7 დასრულდა პირველი ტაიმი. უსაზღურო ემოციები და განწყობა არის. ბრავო მაყურებელს სტადიონზე. ძალიან მაგარ განწყობას ქმნიან. ნახოთ რა მოხდება მეორე ტაიმში. წარმატებები უსურვოთ ორივე გუნდს. წარმატებები ნიკოლეს. A cacophony of sounds around Twickenham. Downfield, Marcus Smith gratefully receives. England will have talked about this second half and starting well, but they've given it away to Diaz-Bellery, and he's got wheels and a step. Vision as well. But France can't take the 5 on offer. And off goes Slideholm. It's end to end. It's bananas, frankly. And France have the ball back inside there. He always does. Finn Smith back, gets the call to go to the sky. And that call is the right call because England have found the try. And the knockout kick out, but again, it's Finn Smith, the Northampton Saints. Diaz-Bellery, normally the recipient of those. When scoring a grab, you have to take some of your own medicine. Freeman, that is an amazing finish. England's line speed still good, still holding that line, even when Meafu comes. Dupont, by it skips, Diaz-Bellery, they're going to do it on the outside! It's just that couldn't catch a cold, could they? On a cold day in Twickenham, but all of a sudden, they've lit that paper. Diaz-Bellery, again. We dream, we laugh, we ride the high. Sunflowers blooming under Balassi felt like he had it. Super work. Curry's on his shoulder. England 7 meters short. Mitchell, Marcus Smith is behind him. And England are very, very close. Just held up short Mitchell. Still there. Baxter, and he got very high.
Mitchell takes it. Back it goes. Through the centre. Daly goes. Daly! All day long. It's a try. Elliot Daly. What a try. I've just put my teeth in. Daly, come on, my boy. And that's what experience does for you, do. And it's given France the opportunity. Does England feel this is it? And the roar confirms it is. That was one of the great test matches. დასრულდა ინგლისის საფრანგეთის მატჩი. ძალიან მაგარი მატჩი იყო, სხვა ემოციებით. ვაკულიანი სხვაობით აგებდა ინგლისი, თუმცა მოახერხა მოუგო საფრანგეთს თავის კედლებში. Tell me hello, my friend. We can have a nice little cheeky okay, for you guys, you know, we've had this, so that's for you to give share with your friends. Thank you very much. Okay, the team. ხო შეიძლება ერთი ისეთი თამაში რო აი ესეთი ამბები არ დატრიალდეს რა. არ ვიცი, სიტყვებით რა გადმოვცე, როგორ გადმოვცე, აღარ ვიცი. მე რამდენი თამაშია, ისე დრამატულად თავდება. ამაზე მაგარი რაგბი აღარ არსებობს რა. მართლა. თქვენ გეწუნებათ როგორც თქვი რა. ინგლისელები არიან, აი იმენა ისეთი გახარებულების მამიდის ძალიან მაგარი. გამოვედით სტადიონიდან. აი ეს ხდება ალიანს არენაზე. ინგლისის მოგების შემდეგ ყველა ბედნიერი ბრუნდება. ძალიან მაგარი იყო. ეს იყო დავიწყარი. აი ხა მინდა ერთ-ერთ ინგლისის ფანს კითხო დღევანდელი თამაშის შესახებ. როგორი თამაში იყო და რა ემოციები დარჩა. Just elation, because it's just amazing. We beat the French. Yes, keep going like this. It's fantastic. Yes, thanks so much. Thank you for the Georgian ref Yeah. for his hard work. But I mean, you know, Thank you, Georgian reference, Nico. ჩვენი აგენტი დაგვიბრუნდა, ისია მოვიდა, ისია თამაში. შეგზავნილი აგენტი ყავდა ექსელზე. დივერსია გავაკეთეთ. მადლობა ყველას. ყველაფრისთვის. აი ხალხი ხარდა. ეს ადამიანი, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს რაგბის და ქართული სპორტის განვითარებას. ლონდონში რო ჩამოხვავთ, რესტორან ჯორჯი გაიარეთ, ამ კაცს ნახავთ. მოგესალმებით. ისევ აეროპორტიდან ბრუნდები ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სამშობლოში. ძალიან ნასიამოვნები. ძალიან ბევრმა ადამიანმა ისიამოვნა, მათ შორის თქვენც, როგორც მივხვდი კომენტარებიდან, თამაშის მერე ყველა წერდა რა მაგარი თამაში იყო, რა მაგარი დასასრული ქონდა, ამაღელვებელი. არავინ არ საუბრობდა ჩემზე, რა ძალიან კაია. მიუხედავად იმისა, რომ საჯის კონტრიბუცია და ძალისხმევა ძალიან დიდია ესეთ თამაშებში და დიდი წვლილი აქვს, რომ თამაში ესეთი გამოდის მართვით, თამაშის გზნობით, კომუნიკაციით, უამრავი დეტალით. კაია რომ საჯი არავინ არ საუბრობს, ესე იგი ყველა ყოფილია. უყურებ ირლანდია, შოტლანდიას, რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგები მსაჯობენ. მივიღე დამსახურებული медали, აი ესეთი 6 ერის медали, ლამაზი, ნახდი ოქროა. იმედი მაქვს, რომ ისიამოვნეთ ჩემი და შონის დივერსიით 6 ერში შეპარვით და ძალიან კარგი ლოგი გამოვიდა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ჩვენი ეს სამოგზაურო, სათავგადასავლო, სწრაფი, მხიარული, ექშენი თავზე ამბები გრძელდება. მადლობა უამრავი კეთილი სიტყვისთვის ამ თამაშის მერე რამდენად მომწერეთ და მომიკითხეთ. გემშვიდობებით აბა თქვენიცით.